5 ივლისი ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე არის და ეს არის უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ 5 ივლისი ეს არის გარდატეხის დღე საქართველოს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში. 5 ივლისს მოხდა მთელი პოლიტიკური სპექტრის გადამსხვრევა, ლიბერალური პოლიტიკური სპექტრის გადამსხვრევა საქართველოში. 5 ივლისს მოხდა ის საქართველოს სულზე, ქართულ სულზე შემოხვეული მარწუხის გაგლეჯვა გაწყვეტა მოხდა 5 ივლისს. 5 ივლისს მოხდა ის, რომ ერთ მხარეზე იდგა ხელისუფლება და მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი აჯაფსანდალი, ეს გარყვნილების ლგბტ 15 პარტია და პლუს ხელისუფლება ერთ მხარეზე იდგა, მეორე მხარეზე კი დადგა მისი უდიდებულესობა ქართველი ერი. და 5 ივლისს დაიწყო ეს პროცესი, რომელი პროცესიც არის შეუქცევადი და რომელი პროცესიც საქართველოს გახდის კავკასიის თავის რეგიონის მასშტაბით ჰეგემონ სახელმწიფოს. ყოველ შეეხება ჩემი ნათქვამის დამახინჯება, ეს იყო ამოიღეს მომენტი, მოხდა ეგრეთ წოდებული, როგორ გითხარი, ერთი წინადადების ამოქმეჩა მოხდა, რა თქმა უნდა, აზრი დაიკარგა, ბუნებრივია, თუმცა მე მინდა ვინაც ეს გააკეთა მთელ სალიბერასტებს, მინდა მადლობა უთხრა, მინდა უთხრა ასე რომ თქვენ ბრძანდებით იდიოტები, მთელი სალიბერასტეთი, რადგან ამ სიტყვების ტრიალმა, ფრაზამ გამოიწვია ის, რომ არაზალადობას კი არა, უკვე აღარ დედა ჰყავთ, აღარ ბიძაშვილები და აღარ ბიძაშვილის ნათესავები. სალიბერასტებს მიმართავ, რა თქმა უნდა, და ეს დაიწყო 5 ივლისიდან. მე მინდა მათ მადლობა უთხრა, უპირველეს ყოვლისა უნდა მეც მადლობა უთხრა, რომ ასეთი იდიოტი არიან თავიანთი აზროვნებით ლიბერასტები, მთელი სალიბერასტები და მათ საერთოდ რო არ ეტრიალებინათ ეს ფრაზა, ჩემი ეს ფრაზა მოსახლეობა საერთოდ ვერ გაიგებდა რა მოხდა 5 ივლისს. ხოლო როდესაც ეს ატრიალეს აღმაუყოფა და რა თქმა უნდა ლანძღაეს მაგინეშე რა თქმა მომაყენეს მოსახლეობა ის ნაწილი რომელიც ვერ იყო გათვისნობიერებული თუ რა ხდებოდა მის თავზე მის ქვეყანაში რა ხდებოდა უკვე დაიწყო ჩაფიქრება ამ ხალხმა და მოხდა გარდატეხა აზროვნების გარდატეხა საზოგადოებაში. ამ 5 ივლისის მერე აღარც ცდილობდნენ ერთი პატარა ისე გაკდავლება იყო შემდგომ რაღაც გეიაღრუნთა მიმართებაში ხელისუფლებამ წაიყვანა მათ რა ქვია თაზე ზემოთ ხელისუფლებამ ქართულ მოსნებამ წაიყვანა თავისიანები მთელი სალიბერას ეს ლგბტ თემი ხელისუფლების თემია ეს ნოცნების წაიყვანა და იქ ჩაატარებინა თან დაიცვა პოლიციით. ხოლო კიდევ შემდეგ წელს კი ხელისუფლებამ ასევე 3000 დაახლოებით 3000 სამართალდამცავი შეაწუხა ამ საქმისთვის, რომ უზარმაზარი ბომონის ეშმაკის კერპი წინ ეხტუნავათ ამ სალიბერასტებს ლგბტ თემს, მაგრამ მისმა უდიდებულესობა ქართველმა ერმა ხელისუფლების მიერ ეს გეგმა ჩაშალა, ქართულ ოსნებას ჩაუშალა გეგმა 8 ივლისს და ეს ბომონის კერპი კადრების არსებობს დაიმსხვრა. ეს დაიწყო 5 ივლისიდან. მე მინდა მადლობა უთხრა ხმეს 5 ივლისისთვის მრავალმხრივად და უნდა იცოდეს ყველამ, ვინც მტრობს ჩვენში სარწმუნოებას, ვინც მტრობს ჩვენში ქართულ სახელმწიფოს, თუ კიდე დააპირებენ, კიდე იქნება 5 ივლისი აუცილებლად, იმიტომ რომ მისი უდიდებულესობა ქართველი ერის დამარცხება შეუძლებელია.